ვაშინგტონ პოსტი წერს, რომ უკრაინაში გახშირდა აფეთქებები სამხედრო კომისარიატების ტერიტორიაზე და თავდასხმები მათ თანამშრომლებზე. პოსტის ინფორმაციით, ნეზალჟენიზე სამხედრო კომისარიატების პუნქტებს აფეთქებების ტალღამ გადაუარა. სტატიის ავტორის თქმით, ეძებდნენ რუსულ კვალს, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ. საქმე ისაა, რომ კომისარიატების მოქმედებით და კონფლიქტების გაჭიანურებით უკმაყოფილება ადგილობრივ მოსახლეობაშიც იზრდება. მხოლოდ ბოლო კვირის განმავლობაში აფეთქება მოხდა 3 სამხედრო კომისარიატში, რომლებიც ქვეყნის სხვადასხვა ბოლოში არიან განთავსებულნი. 2 შემთხვევაში ამფეთქებლები დაიღუპნენ, კიდევ 12 ადამიანი, მათ შორის მებრძოლები დაიჭრნენ. უკრაინის არმიას უკიდურესად ჭირდება ახალი ძალები რუსული არმიის შესაკავებლად, მაგრამ კიევის რეჟიმის სამობილიზაციო ძალისხმევა სუსტდება. მოხალისეების რაოდენობა მცირდება, გაწვევას დაქვემდებარებული პირები კი სამხედრო კომისარიატებს და ფრონტზე ძალით გაგზავნას გაურბიან. ილონ მასკმა უკრაინის კონფლიქტს დრონების ომი უწოდა. მილიარდერის და ახლა უკვე ამერიკის ახალი ადმინისტრაციის წევრის აზრით, ყველაზე დიდი ცვლილება ხელოვნური ინტელექტის და დრონების ფაქტორს უკავშირდება და უკრაინაში მიმდინარე ომი ეს უკვე დრონების ომია. ერთგვარი შეჯიბრება უკრაინას და რუსეთს შორის. ისინი ცდილობენ იმის ჩვენებას, თუ რომელი უფრო მეტ დრონს გამოიყენებს. ამიერიდან დიდ ქვეყნებს შორის ომი იქნება დრონების და ხელოვნური ინტელექტის ომები. მე მაშფოთებს ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ეგზისტენციალური რისკი, თქვა მან. მასკი ამერიკის ერთ-ერთი მთავარი ნიუსმეიკერია, დღეს ის დონალდ ტრამპსაც ჭრდილავს. ყველაფერი დაიწყო ჟურნალ Times-ის სათაურიდან. ილონ მასკი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. შემდეგ ის დისკუსიის ცენტრში აღმოჩნდა, როდესაც სოციალში გამოქვეყნდა ფოტო ოვალური კაბინეტიდან ცნობილ გემში წარწერით კვლავ გავხადოთ ამერიკა დიადი. ყველაფერი კი ხმამაღალი აღიარებით დასრულდა. მე მიყვარს დონალდ ტრამპი ისე ძლიერად, რამდენადაც შეიძლება ჰეტეროსექსუალ კაცს უყვარდეს სხვა კაცი. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ კიევს სურს პირდაპირი კონფლიქტის პროვოცირება მოსკოვს და ვაშინგტონს შორის. პოდოლიაკმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის სარაკეტო შესაძლებლობები უნდა გაიზარდოს, რათა გაიზარდოს ზეწოლა რუსეთის ფედერაციაზე. არ არის აუცილებელი საქმე მივიდეს ამერიკის და რუსეთის პირდაპირ შეტაკებამდე, მაგრამ ჩვენთვის უდავოდ ბევრად უკეთესი იქნებოდა, რადგან ეს უკვე სხვა დონის ომი იქნებოდა. ჩვენთვის აუცილებელია გაიზარდოს უკრაინის სარაკეტო შესაძლებლობები. საჭიროა სარაკეტო ბაზები, სადაც იქნებოდა სხვადასხვა რაკეტების, სხვადასხვა ფორმატის და სხვადასხვა მანძილზე მოქმედების, მაგრამ ყველა უნდა წვდებოდეს რუსეთის ფედერაციის ევროპულ ნაწილს და არსებითად უნდა გაძლიერდეს დარტყმები ნავთობ გადამამუშავებლებზე, განაცხადა პოდოლიაკმა გადაცემა RBK უკრაინის ეთერში. სოციალურ ქსელებში ვირუსული გახდა ილონ მასკის 2024 წლის აგვისტოს ინტერვიუ, რომელიც მასთან ვესტ-პოინტის სამხედრო აკადემიაში ჩაიწერა. მასკის თქმით, როდესაც სამხედრო დრონები იქმნება ფაქტობრივად მკვლელი ტერმინატორები. ადრე თუ გვიან გაჩნდება იმის აუცილებლობა, რომ ის აღჭურვონ ლოკალიზებული ხელოვნური ინტელექტით. თუ კი ხელოვნური ინტელექტის მართვა დისტანციურად განხორციელდება, ეს არ იქნება ისეთი ეფექტიანი, როგორც ჩაშენებული ლოკალური ხელოვნური ინტელექტის შემთხვევაში. ეს კი ნიშნავს სრულად ავტონომიურ სისტემად, რომელსაც ადაპტაცია შეუძლია. ის დამოუკიდებლად მოქმედებს. საკმარისია მისცემას ბრძანება გარკვეულ ზონაში იმოქმედოს და ის დავალებას განსაზღვრულ ფარგლებში შეასრულებს. ყოველ შემთხვევაში ასეა ნავარაუდები. მაგრამ ჩვენს მოწინააღმდეგებსაც ექმნება მსგავსი მორალური შეზღუდვები. ალბათ კი, მაგრამ ყველაფერი საფრთხის დონეზეა დამოკიდებული. თუ კი საქმე ლოკალურ კონფლიქტს ეხება, შეზღუდვების შესაძლოა შენარჩუნდეს, მაგრამ თუ კი ომი რეგიონს გასცდება, მაშინ არანაირი წესები აღარ იქნება დაცული, ამბობს მასკი. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა სოციალში დაწერა, თუ როგორ აფინანსებდა ამერიკა მისი მთავრობის დამხობას USAID-ის საშუალებით. ამერიკაში დიდი სკანდალია. ამერიკის პრეზიდენტმა გადაწყვიტა გამოაქვეყნოს ინფორმაცია, რომელშიც ასახულია ის, თუ ვის და რამდენ ფულს ურიცხავდნენ სხვადასხვა ამერიკული სამთავრობო ორგანიზაციები ბოლო წლების განმავლობაში. მხარდაჭერა მხოლოდ მემარცხენე პარტიებთან დაკავშირებული თემებისა და ორგანიზაციებისდამი მიემართებოდა.
ლაპარაკია მედიაზე, საკომუნიკაციო პლატფორმებზე, სამოქალაქო ორგანიზაციებზე. ეს ყველაფერი აძლიერებდა მემარცხენეებს და ისინი დაფინანსებას იღებდნენ მთავრობების დამხობის მიზნით, კერძოდ ოპოზიციური პარტიების გაძლიერებისა და უნგრეთის მთავრობის დასამხობად, დაწერა ორბანმა. უკრაინის არმია დაშლის პირასაა. ამის შესახებ ინფორმაცია შვედური მედია ავრცელებს და მიზეზად რუსეთის შეიარაღებული ძალების აქტიურ წინსვლას ასახელებს. უკრაინის არმიის მდგომარეობის შესახებ შვედეთის სამეფო აკადემიის წევრმა ლარს ბერნმა ტელეკომპანია სვებსტაისთან ინტერვიუში ილაპარაკა. ანალიტიკოსმა აღნიშნა, რომ რუსეთის სამხედრო ძალა არსებითად გაზრდილია. რუსულ არმიას მან მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი არმია უწოდა. ბერნმა განაცხადა, რომ დასავლეთმა რუსეთის ფედერაციის შესაძლებლობები აბსოლუტურად არასწორად შეაფასა. დროა საკუთარ თავებს კითხვა დაუსვათ. მაშინ რატომღა გააჩაღეთ ეს პროქსი ომი რუსეთთან? ჩვენ განიარაღებულნი ვართ. მთელი დასავლეთი ევროპა განიარაღებულია, თქვა მან. სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ მის დასამხობად საზღვარგარეთიდან დაახლოებით 3 მილიარდი ევრო შემოვიდა. შოკირებული ვარ იმით, რაც გამოაშკარავდა, რა თანხა ჩაიდო ჩემს დამხობაში. გულისხმობ, რომ ასეთი თანხები საზღვარგარეთიდან იგზავნება ბოლო 10 წლის განმავლობაში. 1,5 მილიარდი ევრო. გაიგზავნა, მაგრამ როცა თვლა დავიწყე, აღმოჩნდა, რომ ეს უკვე 3 მილიარდი ევრო იყო, განაცხადა ვუჩიჩმა ტელეკომპანია Pink TV-ზე. მან განმარტა, რომ ის გულისხმობდა შეერთებულ შტატებს. მისი თქმით, როგორც კი სერბეთმა დაიწყო სწრაფი ზრდა, მათ დაიწყეს უფრო და უფრო მეტი ინვესტიციის ჩადება მის განადგურებაში. ამავდროულად, მათ საერთოდ არ აინტერესებთ რა ბედი ეწევა ხალხს, ვინც ქუჩაში გამოიყვანეს და ისინი სისხლისღვრის და სხვა მოვლენების პროვოცირებას ახდენენ. მათ ჩადეს უზარმაზარი თანხები, ამიტომ იყო, რომ წელიწადში 7 თვე ჰქონდა საპროტესტო აქციები. ახლა კი ფიქრობენ, აი ეს არის დასასრული და უკვირთ, რატომ არ არის დასასრული. ახლა კი გეუბნებით, არ იქნება სისხლიანი რევოლუციები, არ იქნება სისულელეები, თქვა ვუჩიჩმა.